კეთილშობილთა სამეფო. ოკეანეებსა და კონტინენტებს გაღმა უკიდურეს სამხრეთით, ერთფერად კუნძულზე კეთილშობილთა სამეფო იყო. ამ სამეფოს თავისი წესები ჰქონდა. ყველა ადამიანი კეთილშობილი, მომღიმარი და გულისხმიერი იყო. ჰაერი გაჟღენთილი იყო ბედნიერებისა და სიხარულის სურნელით. სამეფოში დიდი ზეიმი და მხიარულებას უფევდა. მეფე ანზორს შეერთო მეზობელი სამეფოს ასული მშვენიერი ინესა, რომელიც გამოირჩეოდა თავმდაბლობითა და გულისხმიერებით. მეფე დედოფლის ქორწინება ღვთივკურთხეულიყო და მათ ღმერთმა 9 შვილი აჩუქა. ყველანი ერთმანეთზე უკეთილშობილესები, განსწავლულები და გონიერები იყვნენ. სამეფო ყვაოდა და ხარობდა, თუმცა ბედნიერებამ დიდხანს არ გასტანა. უეცრად მეფე ავად გახდა და სანუგეშოს ვერავინ ვერაფერს აუწყებდა ოჯახს. მეფე მაინც მედგრად იდგა და ბოლომდე იბრძოდა სამეფოს კეთილდღეობისთვის. ერთ საღამოს კი მწუხრის ზარმა ჩამოჰკრა და შიკრიკებმა ქვეყანას სამწუხარო ამბავი აუწყეს. გარდაიცვალა სამეფოსა და ქვეყანას შეყვარებული მზრუნველი და გონიერი მეფე. სამეფო ტახტის მემკვიდრე ჯერ მზად არ იყო გამეფებისთვის. დაიწყო დიდი ბრძოლა მეზობელი სამეფო სამთავროებიდან, დასუსტდა და გავერანდა სამეფო. მეფე ისევ იგვიანებდა და არ ჩანდა. ერთ დღეს დედოფალი უხონოდ შეიქმნა. მთელი სამეფო მოიცვა ამ ტკივილმა. შვილები ცდილობდნენ დედოფლის სიცოცხლის გახანგრძლივებას. შვილები ძლიერ შეწუხდნენ დედოფლის უძლურებით. უფროსი ვაჟი უკვდავების წყლის საპოვნელად წავიდა. უფროსი ქალიშვილები სასთუმელს არ შორდებოდნენ, თავს დაჰკანკალებდნენ დედოფალს. უმცროსი ვაჟები და ქალიშვილები კი უცხო მხარეში იყვნენ გადახვეწილები და ეძებდნენ ექიმბაშებსა და სასწაულმოქმედებს. ერთ დილითაც დედოფალმა თავისთან იხმო შვილები. თითოეულს აუწყა მისი გასვლის დრო. დაალოცა, დაარიგა და ანუგეშა ისინი. ნელ-ნელა ილეოდა დედოფლის წუთები. ყველანი მწუხარებაში იყვნენ. უეცრად განათდა გარემო. ნათლის სვეტი დაეშვა ყველა მიხილა მეფისა და დედოფლის გაცისკროვნებული სახის სილუეტი. უცნობი ხმა კი დაბნეულ სამეფოს წევრებს ანუგეშებდა და მეფე დედოფლის უკვდავებას აუწყებდა. გარდაიცვალა დედოფალი, მაგრამ სამეფოს მაცხოვრებლები ყოველდღიურად გრძნობდნენ მეფე დედოფლის სიახლოვეს, მხარდაჭერასა და დახმარებას. სამეფო ისევ ახალი მეფის ძიებაში იყო, თუმცა თითოეულის გულში დიდი იმედი და რწმენა ჩასახლებულიყო და სამეფოს ერთობლივად მართავდნენ ახალი მეფის მოლოდინში. სამეფომაც ისევ აყვავება და აღორძინება დაიწყო.